გილოცავ, ახლა უკვე ჩვენი გუნდის ფორმა გაცვია. ოღონდ ეს ძალიან დიდი პატივია. და იცოდე, ბოროტი არ გახდე, რატომღაც ყველა გვირგვინის ტარებას იწყებს, როცა ჩვენს გუნდში ხვდება. გოგოებო, გვირგვინი დაბადებიდან მადგას, მაგრამ მხოლოდ მტრებთან. ჩემი მეგობრები არიან. რა საყვარლობა. კარგი, დღეს უნდა შეხვდეთ ჩვენს მწვრთნელს, ების. ჩვენთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა აქვს, მაგრამ კაცრია თუ საჭიროა. ხო, რა თქმა უნდა, ცოტა ვნერვიულობ მწვრთნელებისთან შეხვედრაზე, მაგრამ იმედი მაქვს გუნდის წევრად აღმიქვამს. არი დარდო, მწვრთნელები ჩვეულებრივად მიგიღებს გუნდში. იმედი მაქვს კარგი ურთიერთობა გექნება მასთან. გოგოებო, გამარჯობა. მაჩვენთაბა ახალი გოგო სად არის? დიანა, უნდა გელაპარაკო. მწვრთნელოები, ეს ჩვენი ახალი გოგო არას ფიქრობთ? სასიამოვნოა მწვრთნელომი მაია ვარ, ან შეგიძლიათ ჩიპი დამიძახო. უკვე მიიღე ის სახელი, რომელიც ტიმურმა გითხრა, დიანა, ვისაუბროთ. ვაიმე, მწვრთნელმოებიმ დიანა გაიყვანა სალაპარაკოთ, რაღაც არასწორია. მგონი მწვრთნელების არ მოეწონე. გოგოებო, არა უშავს, უბრალოდ რო გჭირდება ერთად. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელები ჩემს გარეგნობას მიეჩვევა და ხალხი ასე იქცევა. იმედი გვაქვს მიეჩვევა. დიანა, ეს რა არის? ასე რატომ გამოიყურება? როგორ უნდა გამოვიდეს შეჯიბრზე? მწვრთნელები რა პრობლემაა? არ მესმის. ჩვენი ახალი ბანის ჩერლიდერია. აი ასე ჩვეულებრივად გამოვა. ყველა ჩერლიდერი ერთნაირად კი არ გამოიყურება. ძალიან მაგარია, უნიკალური. დიანა, პირველ რიგში თქვენზე მაღალია. და მე სახეზე ეს უცნაური მასკა აქვს. არ მომწონს, უბრალოდ არ მომწონს. მწვრთნელები დაწყნარდით. მე როგორც გუნდის კაპიტანი ვამბობ, რომ უნდა მივიღოთ გუნდში. თან უკვე ფორმა მივეცით. დიანა, გავიგე, მოგწონს, ამიტომ ყველანაირი პასუხისმგებლობა შენზეა. დიახ, მწვრთნელოები, პასუხისმგებლობა ჩემშია. გავიგე, მაგრამ მის გამო პასუხს ვაგებ. დიანა, ყოველთვის ეგრე ამბობ და მე ყველა აფლავებს. კარგი, შევიდეთ და გავაგრძელოთ. გოგოებო, დავბრუნდით. მომისმინე საყვარელო, არც კი სცადო და უღალატო ამ გუნდს, გაიგე? გოგოებო, მითხარით, რომ ის ნორმალური იყო. ხო, მწვრთნელოები არც კი გვივარჯიშია და უკვე აშინებთ. მგონი მწვრთნელები მართალია. გადაწყვიტე, რომ მწვრთნელს დაუჯერო? გაჩერდით, სრული გუნდი ყავს, მეოთხე გოგო ვიპოვეთ, კი არ უნდა ვიჩხუბოთ, ბედნიერები უნდა ვიყოთ. დიანა, აქ არავინ არ ჩხუბობს, უბრალოდ ვაფრთხილებ ახალ გოგოს, რომ არ უნდა გვიღალატოს და არ უნდა ჩაფლავდეს. ნუ ნერვიულობთ მწვრთნელოები, არ ჩავფლავდები. ჩემი საქმე გამეგება. იმედი მაქვს, გოგოებო, დარბაზში გელოდებით. რა ხასიათზეა? არ ვიცი კნოპა, მაგრამ მგონი მწვრთნელები არავის არ ენდობა. და ფრთხილად იყავი ჩიპ, იმიტომ რომ როგორც გუნდის კაპიტანი შენზე პასუხს მე ვაგებ. გაიგე, პასუხს შენზე დიანა აგებს, ამიტომ ფრთხილად იყავი. გოგოებო, ცოტა ნდობა ისწავლეთ, არ ჩავფლავდები, სულ თქვენთან ვიქნები, მართლა. კარგი, ეგ ძალიან მომწონს. გოგოებო? ბანი მაგარია, ბანი საუკეთესოა, ყველას დავამარცხებ. გოგოებო, აბა ვივარჯიშოთ? იცით რა, ლუზერ გოგოებს ვუყურებ და ცხოვრება როგორი უსამართლოა, მათაც კი ყავთ შეყვარებულები, წარმოგიდგენიათ? არ ვიცი, ბლონდი შეგვიძლია მოვპაროთ და რა უნდა გავაკეთოთ ამათთან, დებილები არიან. წავიყვანოთ საშოპინგოდ, ვარცხნილობა და მერე კარგები იქნებიან. ჟენია, მესმის რომ შეყვარებული არ ყავს, მაგრამ ლუზერები არიან, ლუზერების შეყვარება არა, ჩვენ ბაყაყები ვართ. ხო, სოფი, მეც არ ვიქნები ლუზერებთან, უბრალოდ ვუყურებ და თავს ცუდად გრძნობ. სტელა, არ გინდა, ტომას შეხედე, ნახე, ცუდი არ არის, უბრალოდ ცოტა დაბალია. არა, ჟენია, ლუზერები, რაზე ლაპარაკობ საერთოდ, ჩვენ სპორტული ბიჭები გვჭირდება. ხო, პატრიკ, მოვიგე, მოდი ახლა და მაკოცებ. მოდი. ბაყაყებო, ჩვენს ბიჭებს არც შეხედოთ, ისინი მათ თქვენ არ შეუყვარდებით. ლუზერებო, ჩვენ საუბრებს უსმენთ? და არ გვჭირდება თქვენ შეყვარებულები, სადღაც ჩვენი სპორტული ბიჭები დაიბადნენ. იქნებ ახლა დაიბადნენ და სად? ხო და 17 წელი უნდა დაველოდოთ, რომ გაიზარდონ? კარგი გოგოებო, რა სისულელებს ლაპარაკობთ, ამ მომენტს ხო ველოდებოდით დიდი ხანი? არა გომეშვებო, ეგ მომენტი არასდროს არ დადგება, იმიტომ რომ ნამდვილი კარენები ხართ, ყოველთვის აქეთ-იქით ზიხართ და ყველას განსჭით. გეუბნებით, გახდით უფრო კეთილები და შეყვარებულებსაც იბოვით. მანამდე კიდე დავალების დაწერა მაცადეთ. რაიან, ბაყაყებზე საუბრობ? ეგეთი არასდროს არ გახდებიან, ყოველთვის ბოროტები არიან, ბაყაყებივით. კარინა, წამო კაფეში წავიდეთ. წამო. ხო, შურთ ჩვენი იდეალური ურთიერთობის. ხო, ლუზერებს საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. თქვენ ეგ არ გექნებათ. ესე იგი ლუზერებმა გომეშვებს საჭობეს. ყოჩახ ლუზერებო. ლუზერებო, თქვენი ურთიერთობა ვის ჭირდება? სულელები ხართ, სულელები. ხო, სულელები, რომელსაც გშურთ.
წამოდით და დავტოვოთ მარტო თავიანთ ფსიბრაზესთან. კომბეშვებო, მე რაც გითხარით, მაგაზე კარგად დაფიქრდით. რაიანი მართალია. შენია რას ამბობ? ყველა ფუმფულა და თეთრი ვერ იქნება, ჩვენ ბაყაყები ვართ და ჩვენ გვაქვს რთული ხასიათი. ბიჭებო, თქვენი ლიმონათი. მადლობა პიცა. პიცა ისე დღეს განსაკუთრებით კარგად გამოიყურები. ძალიან ლამაზი ხარ. მადლობა ტიმურ, მაგრამ აისმა რომ გაიგოს გცემს. ფლირტის გარეშე რო კომპლიმენტი გითხრა არ შეიძლება? მართალია არ შეიძლება, შეყვარებული მყავს. კარგი ხო გასაგებია. ტიმურ დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ხარ. ხო, კარგ ხასიათზე ვარ. ბაჯებს კინოში ვპატიჟებთ. ჯერ არ ვიცით წამულენ თუ არა და შენ უკვე ბედნიერი ხარ. პიცა ტიმურმა რა გითხრა? რა? ყველაფერი გავიგონე. უბრალოდ მითხრა რომ კარგად გამოვიყურები. კარგი გასაგებია. ახლა მე მივხედავ. აი, ის უბრალოდ კომპლიმენტი მითხრა. პიცა შენ ჩემი შეყვარებული ხარ და კომპლიმენტები მარტო მე უნდა გითხრა. ლორენ, ვინ? დიმა, აი, მომისმინე, შენ უთხარი რამე ჩემ შეყვარებულს. უბრალოდ კომპლიმენტი უთხარი. კომპლიმენტი? რატომ იტყუები? კომპლიმენტი არ იყო. ლორენ, უთხარი რა გითხრა? დიმა, ცუდი კომენტარი გააკეთა ჩემს. ბავშვო, დღეს რა დაგემართა? რა უქნა, უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ. ადექი, უნდა დავილაპარაკოთ, მე და შენ. ხო, ადექი და ჩემი შეყვარებული აგიხსნის რომ ეგეთი კომპლიმენტები აღარასდროს აღარ უნდა თქვა. კარგი, დაწნარდი, დიმა, შენ შეყვარებულს კომპლიმენტებს აღარ ვეთქვი. არ მესმის დღეს ყველა გაფრიზებული რატოა? კარგი, დიმა, შეგიძლია დაწნარდე. ბავშვმა თქვა და შეასრულებს, კომპლიმენტს აღარ ეთქვის. არ მესმის ლორენი ასეთი ნაწყენი რატომ არის? არაფერი ისეთი არ უთქვამს, ჩვენთვის არავის უთქვამს ეგეთი კომპლიმენტი. უბრალოდ არ მოეწონა. რა, ტიმურ, შეგეშინდა ხო დიმასი? დიმა? ჩემ შეყვარებულს თავი დაანებეთ. ბაჯეჩი ლიდერებმა მიგატოვეს და ახლა შეყვარებულებიანზე გადახვედით. ახლა დიმა ტიმურს ცემს. მოიცადე, 1-3-ია, დარწმუნებული ხარ? დიმასი არ გჯერათ? მე მჯერა. აი ნახავთ. აბა, გასაგებია? ხო, მომისმინე დიმა. რა საჭიროა ჩვენს მასთან ასეთი ტონით ლაპარაკი? ხო, არ შეგიძლია რომ ნორმალურად დაელაპარაკო. აბა დიმა, რას ისა? ეჩხუბები რომელს დასმელს? კი, დიმა, იჩხუბე. მეგობრო, მე ტიმურს ველაპარაკები და არა თქვენ, ამიტომ ნუერევით. დიმა, ვამაყობ, ყველაზე მაგარი ხარ. ხო, ყველაზე მაგარი ვარ. ხო, ყველაზე მაგარი ხარ. მეგობრო, თქვენი ჩარევა საჭირო არ იყო. ჩემი თავის მიხედვა შემიძლია. არა ბავშვო, შენ უბრალოდ კომპლიმენტების თქმა უნდა შეწყვიტო. ხო, მართლა. გოგოებო, რადგან ჩვენ მალე შეჯიბრი გვაქვს, უბრალოდ შეჯიბრი კი არა, ჩემპიონატი, ამიტომ დღეში ერთხელ კი არა, 3-ჯერ ვივარჯიშებთ. დილით, შუა დღეს და საღამოს. წვრთნელოები დღეს ცუდ ხასიათზე ხართ თუ რა ხდება? არა, მშვენიერ ხასიათზე ვარ. უბრალოდ ჩემპიონატია და ხომ გინდათ რომ გაიმარჯვოთ? მარტო მე არ მინდა, ხო? რა თქმა უნდა, მწვრთნელოები, რატომ გვეკითხებით? ეგ ნიშნავს დიანა, რომ უფრო ხშირად მოგვიწევს ვარჯიში და მაინტერესებს ახალ გოგოს რისი გაკეთება შეუძლია, თუ საერთოდ შეუძლია რამის გაკეთება. ჩიპ, აჩვენე მწვრთნელების რამე რომ დაწყმარდეს ცოტა. ხო, რამე მაგარი ცეკვა აჩვენე. ჩი, მიდი. კარგი. მიდი, მაჩვენე, მაინტერესებს რამდენად მოქნილი ხარ. მადლობა, საკმარისია. ჩიპ, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად არის. მწვრთნელოები, აბა ვარჯიშობთ? კარგი გოგოებო, ახალი სლოგანით დაიწყეთ. ბურთი კალათში. კარგი, ახლა უბრალოდ გვიყურე, კარგი? გოგოებო, დავიწყოთ? მზად ხართ? კი. 1, 2, 3. ბურთი კალათში აფრინდა. ჩვენი გუნდი საუკეთესოა. აუცილებლად გავიმარჯვებთ. ბურთი კალათში აფრინდა. ჩვენი გუნდი საუკეთესოა. ეს ძალიან მარტივია, შენ ამას შეძლებ. GAMARJVEBA გამარჯვება. უფრო გამოკვეთილი მოძრაობები. გოგოებო, 1 წუთი დამელოდეთ და ვბრუნდები ძალიან მალე. GAMARJVEBA გამარჯვება. ბანი მაგარია. გოგოებო, მგონი მწვრთნელების რაღაც სჭირს. დღეს კარგ ხასიათზე არ არის. მგონია რომ უბრალოდ მე არ მოვეწონე. ხო, რაღაც აშკარად ვერ არის. უბრალოდ ყველაფერი 100-ჯერ გააკეთე და გვაჩვენე რომ შეგიძლია. ისე მწვრთნელების ჩვენზე მეტად არ ეყვარები. ნასი, ამას რატო იძახი? ნასი, არ მესმის ასე ნეგატიურად რატომ ეკცევი ჩიპს? არაფერი, უბრალოდ ჩემი ნდობა უნდა მოიპოვოს, არავის არ ვენდობი. ნასი, არ გესმის? ნდობის გარეშე გუნდი ვერ ვიქნებით, ნოლზე ვიქნებით.
გონი ვიცი რაც უნდა გავაკეთო დიანა შენი საუკეთესო მეგობარი უნდა გავხდე და შემდეგ მწვრთნელიებიც უკეთესი თვალით შემომხედავს და მიმიღებს მოიცადე რა ვერ გავიგე მოიცადე ჩიპ მეგობარი უკვე მყავს საუკეთესოდ და ეს არის კნოპა და მე დიანა ჩემი აზრით ჩვენ იდეალური საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით არ ფიქრობ არა ეს საერთოდ არ მომწონს კარგი მეგობრებო, რა გჭირთ, თქვენ ყველანი მეგობრები ხართ. მოდით ვარჯიში დავიწყოთ, თორე ტრენერიები შემოვა და ყველას გვეჩხუბება. ჰეი, ჩიპ, ვარჯიშობთ. დიანა, ეს რა იყო? კნოპა, არ ინერვიულო. დიანა, ვნერვიულობ. გოგოებო, გამარჯვება. G A M A R J V E B A მეგობრებო, შეიძლება რაღაც გითხრათ? არა, ზოგადად არ შეგიძლია, იმიტომ რომ ვერაფერს გვიანურს ვერ იცახი. ისევ ჯობია ჩუმად იყო. არა, ახლა მართლა მოგეძონებათ. კარგი, თქვი რამე ჭკვიანური. სალინ, ასე რატო ლაპარაკობ? თინეიჯერებმა მასწავლეს. მოკლედ, არ გინდათ წვეულება მოვაწყოთ. ძალიან მაგარი. ისეთი არასდროს შორ გაკეთებულა და ყველა თინეიჯერი დაუპატიშოთ. მაგარია და ეგ წვეულება სად უნდა მოვაწყოთ? აქვს სკოლაში წვეულების მოწყობის უფლებას არავინ არ მოგცემს. ზაკატ, უკეთ ისწავლე წვეულებებზე კი ნუოცნებობ. ხო, თქვენ ზაკატმა რაც არ უნდა თქვას, მაინც არ მოგწონთ. მეგობრებო, ერთი იდეა მაქვს. მოდით ძალიან მაგარი წვეულება მოვაწყოთ და საერთოდ ყველა თინეიჯერი დაუპატიშოთ. აჰა, ესე იგი უკვე ორ მათგანს უნდა წვეულება და სწავლა ვის უნდა? ისე მეტ წვეულება მინდა, იმიტომ რომ წვეულებებს თუ მოვაწყობთ, მე თინეიჯერები დაგვიმეგობრდებიან. მისმენთ ძმებო, ზიპისნაირად არის ცხოვრობთ, წვეულებები, სულ წვეულებებით ცხოვრობთ და ახლა სად არის ჩემი ძმა? ზიპი ახლა დაქორწინებულია, ზიანასთან ერთად წავიდა. კოსია, იმედი მაქვს დაბრუნდება. ხო და თუ გინდა რომ ზიპი დაბრუნდეს, წვეულება უნდა მოვაწყოთ და მოვა. ხო, წვეულება. ისეთი წვეულება საერთოდ ყველამ რო გაიგოს. ხო, პოლიციელებიც კი უნდა მოვიდნენ ჩვენ წვეულებაზე. ხო, ჩვენ ყველაზე მაგარი წვეულება უნდა მოვაწყოთ. სალინო, გთხოვ, ამათ უთხარი რომ უკვე ძალიან მაღიზიანებენ. კოსია, ფართი მეც მინდა ზიპი გაიგებს ამის შესახებ და მოვა. მაგარია. კოსია, მოსაწვევებს გავაკეთებთ და ყველას მივცემთ. სალინო, მაგარია. სალინო, მგონი ცხოვრებაში პირველად მომეწონე. კარგი, ხო, წვეულება. მოვაწყოთ თქვენი წვეულება. სკოლა მომზადდა ყველაზე მაგარი ზომების წვეულებისთვის. ფართისთვის. ესეთი ამბავია, ამ შაბათ-კვირას არ მცალია და ვერ წავალთ კინოში. კარინა, რატომ? მშობლებთან ერთად გავდივარ. უი, მაიკ, შენ გეძებდი, სერიოზული სალაპარაკო მაქვს. ები, მიყვარს როცა სერიოზული სალაპარაკო გაქვს. მაიკ, მართლა სერიოზული და არა რაღაც ისულელე. კარგი, შემოდი. მადლობა. გეუბნებით, ჩემი სალონი ძალიან წარმატებულია. რაიან, გაჩერდი ერთი წუთი, მასწავლებელი მაიკი და მწვრთნელიები შევიდნენ კლასში, რაღაც სერიოზული სალაპარაკო აქვთ, წავედით. გოგოებო, წარბები და ლამაზი ფრჩხილები არ გაინტერესებთ? როცა მასწავლებელი მაიკი და მწვრთნელიები საუბრობენ, მაგის გარდა არაფერი არ გვაინტერესებს. ხო, მხოლოდ ის გვაინტერესებს, რაზეც საუბრობენ, გაიგე? ხო, მიდით იყავით მასწავლებელი მაიკის კუდები. კარინა, თომას. მე ჩაწერილი ვარ სალონში შემდეგ კვირას. კალბურთელებო, მანიკური არ გინდათ? რა? რაიან, ჩვენ ბიჭები ვართ. ხო, მანიკური გოგოებისთვის არის. არა, ბიჭებსაც შეუძლიათ საკუთარ თავს მოუარო. არ მომწონს ეს ახალი გოგო მაიკ, არ მომწონს. არც ჩვენ არ მოგწონს მწვრთნელოები, მართალი ხართ. გოგოებო, სერიოზული საუბარი გვაქვს, არ უნდა შემოხვიდეთ. ები, მიეცი ბაჭიებს უფლება, რომ თვითონ გადაწყვიტონ. თუ მოწონთ ის გოგო რა პრობლემაა? იყოს ბაჭიების ჯგუფში. მაიკ, შენ არ გესმის? ხო, მასწავლებელი მაიკ, არ გესმით? ეს ახალი ბანი რაღაც ცოტა არასწორია. რაღაცას მალავს თითქოს. ხო, საპერფეშოსთან დავიჭირეთ და იცით რას აკეთებდა? ხო, მეც დავიჭირე. და ეს რაღაც თვალზე არ მომწონს, ის სპორტსმენი ვერ იქნება, ძალიან უცნაურია. იქნება უბრალოდ მისი ნიშა. ხო, მაიკ, მე მოვედი იმისთვის, რომ შენი მხარდაჭერა მინდოდა და შენ რაებს მეუბნები. ჩვენ დაგიჭერთ მხარს მწვრთნელოები. თუ გინდათ შეგვიძლია გავიგოთ საცხოვრობს რას აკეთებს. ხო, რას შვება ცხოვრებაში. აჰა, გოგოების გამოძიებას დაიწყო. კარგი საკმარისია, კლასი დატოვეთ. მაიკ, მოიცადე, გოგოებო, გაარკვიეთ, ყველაფერი გაარკვიეთ, ვინ არის, როგორ ცხოვრობს, რა ხდება. კარგი მწვრთნელოები, გავარკვევთ. არ მომწონს ეს ახალი გოგო, არ მინდა რომ გუნდში იყოს, არა. ები, მოდი დღეს რესტორანში წავიდეთ და ვახშამი იქ მივერთვათ. თორე ამ ბოლო დროს ძალიან განებულებული ხარ. მაიკ, ჩემპიონატი მაქვს, რა რესტორანი და რა ბახშამი, შენ არ გესმის. ხო, გოგოებო, მწვრთნელიებით გაოცებული ვარ, უნდა რომ მოგკლას. ახლა წავიხემსოთ და ისევ ვარჯიში. სად იყავით? ბიბლიოთეკაში ვიყავით. კარგი, აიღეთ ჩაფხუტები და წავედით, ვარჯიში გვაქვს, დიმა, მე გნახავ. კარგი. კარგად, დიმა. გოგოებო, არ მესმის რა სჭირს ჩემ კარადას, არ იღება. კარგი, აბა მე მაცდევინე. მადლობა. მისმინე თუ დიანას შეტენვას დაუწყებ, მეც
შემძულდები როგორც მწვრთნელების. ვაიმე იწყება ჩხუბები. რა ხდება? კნოპა რა იყო უბრალოდ კარადა გამიღო. ბლონდი ამას შეხედე ჩიპი დიანას ეტენება. შევამჩნიე. ბანი ახალი მაგარი გოგო ყავთ. ყველანი უცნაურები ხართ, მაგრამ ეს ყველაზე უცნაურია. ხოდა ეს რა ტრენდი არის თვალზე რომ რაღაც გიკეთია? მისმინე ბლონდი შენ გუნდს მიხედე და ჩემ გუნდს მე მივხედავ. შენ არი დარდო. ხო, ჩვენ ამ ჩემპიონატს მოვიგებთ ბაყაყებო და თუ შეიძლება თავი დაანებეთ ჩემს ნაჭერს. თუ ეს ჩიპი შეეცდება რომ დიანას საუკეთესო მეგობარი იყოს, ჩემი ნომერ პირველი მტერი გახდება. ხო, კნოპა, ხო დაწკნარდი? დიანა ახალი მეგობარი ყავს, რაღაც შენს უკან საუბრობენ და რაღაცები მესმის, რა ხდება? შოკში ვარ, მეორე დღეა და უკვე ბოსივით იქცევა. ბაყაყებო, არ მესმის, ჩვენ ბანი თქვენთვის ასეთი გამაღიზიანებლები რატომ ვართ? რა ხდება, გოგოებო? თავი დაგვანებეთ, ბაყაყებო. ნახე კიდე დიანას უკან არის. მისმინე გოგონა რას გეძახიან? ჩიპს? ახლა ბაყაყებისგან ახალი სახელი გაქვს, ბატი. ძალიან კარგად შეგიძლია დიანას ზურგს უკან ამოფარება, მაგრამ კისერი მაინც გრძელი გაქვს. მაგარია ბაყაყებო, ძალიან სასაცილო ხართ, გგონიათ რომ დაგვამარცხეთ? გოგოებო, წავედით. ნული რეაქცია, მაგრამ ძალიან კარგად ვუთხარით, დავამარცხეთ. ნეტოთან ახმა იყვნენ. კარგი, მომისმინეთ, მოდი მე დავპატიჟებ. არა, რომეო, შენ არავინ არ მოგისმის. გამარჯობა კალათბურთელებო, ვისაუბრდებით, ჩვენ? გოგოებო, მოკლედ, მე და ბიჭებს გვინდა რომ დღეს კინოში დაგპატიჟოთ. წამოხვალ, ჩვენ საუკეთესოები ვიქნებით. ძალიან კარგად მოვიქცევით. ხო, ფლირტს არ დავიწყებთ. გოგოებო, ეს გაიგეთ? აღარც ცდიან ჩვენთან ფლირტაობას, იქნებ კი დავთანხმდეთ? კალათბურთელებო, დაპატიჟებისთვის ცუდი დრო აირჩიეთ. ახლა ვარჯიში გვეწყება. მასკოტ, ჩვენით ვუპასუხებთ. აბა, წამოხვალ, ტიმურ, რაცადე, მოიფიქრონ. თანახმოვართ, მაგრამ 4 ვიქნებით. ჩიპი წამოვა. ეს კი მე თქვენთან ვარ. ხო. კარგი, ჩვენ თანახმოვართ. ვარჯიშის მერე გამოგივლით. მაგარი საღამო იქნება. შევხვდებით. კნოპა ეჭვიანობის გარეშე. არ შემიძლია, გეხვევა. კნოპა, უბრალოდ ახალი გოგოა. თან მხარდაჭერა უნდა გუნდის კაპიტანისგან. კარგი, გოგოებო, ვივარჯიშოთ. ბანი მაგარია! ბავშვებო, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი, დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ, თან კინოში მივდივართ. კარგად!